მოგესალმებით მეგობრებო. კლიმატის კვლევების და ანალიზების შემდეგ მეცნიერები საშიშ დასკვნამდე მივიდნენ. ჰავას მკვლევარ მეცნიერებმა მანუაში გლობალური დათბობისა და სტიქიური მოვლენების კავშირი შეისწავლეს. ამჟამად როგორც წესი არანაკლებ ხდება ასეთი ანომალიური მოვლენები, მაგრამ უფრო ხშირი და ხშირი ხდება. ხოლო უახლოეს მომავალში კვლევების შედეგების მიხედვით დედამიწის ზოგიერთ რეგიონს ერთდროულად 4-დან 6-მდე სტიქია ემუქრება. დასკვნა დაფუძნებულია 3200 პუბლიკაციის ანალიზზე. ნაპოვნია 467-მდე მაგალითი თუ როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა დათბობაზე ტყეში გაჩენილ ხანძარზე, ზღვის დონის ამაღლებაზე და წყალდიდობებზე. ეს ყველაფერი აისახა ადამიანის სიცოცხლეზე, ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე და კვების წყაროებზე. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ბუნებრივი კატასტროფები უკვე ერთმანეთს გადაფარავს. მაგალითად, ფლორიდაში ქარიშხალ მაიკლზე ან ხორციელებდნენ დაკვირვებას და შემდგომში მოჰყვა ძლიერი გვალვები, ტემპერატურის მატება და ხანძარი. მიმდინარე ტენდენციების საფუძველზე ექსპერტებმა შეიმუშავეს შემდეგი განვითარება. მათ შექმნეს ინტერაქტიული მსოფლიო რუკა, სადაც შესაძლებელია ვნახოთ თუ რა საფრთხე ემუქრება ჩვენს ტერიტორიას მომავალში. საუკუნის მეოთხედიდან მოყოლებული დროის მასშტაბის გასწვრივ შეიძლება შეინიშნოს თუ როგორ იზრდება დედამიწის ცალკეული რეგიონების საერთო საფრთხეების დონე. კერძოდ, ატმოსფერული ტემპერატურის ზრდა მშრალ რეგიონებში და ტენიანობის აორთქლების ინტენსივობა. ეს ყველაფერი კი გვალვას და ტყის ხანძარს იწვევს. ნესტიან ადგილს რაც შეეხება, პირიქით, ძლიერი წვიმები და წყალდიდობები იქნება, რომლებიც უფრო ხშირად მოხდება. ოკეანეებში წყლის ტემპერატურის სწრაფი ზრდა მოხდება, რაც გამოიწვევს სწრაფ აორთქლებას და შემდეგ ძლიერ ქარიშხალსა და შტორმს. ზოგიერთ რეგიონში საუკუნის შუა ხანებში იქნება მტკნარი წყლის დეფიციტი, რაც მნიშვნელოვნად გაუარესდება საუკუნის ბოლომდე. სოფლიოს ინტერაქტიული რუკა გვიჩვენებს კლიმატის ცვლილებების პროცესს და მომდევნო საუკუნის შედეგებს. მაგალითად, 2100 წლისთვის ნიუ-იორკი 4 კლიმატური პრობლემის წინაშე დგას. გვალვა, ზღვის დონის მატება, ტემპერატურის მომატება და ძლიერი ნალექი. იაპონიისთვის უმთავრესი პრობლემა იქნება მსოფლიო ოკეანის დონის ზრდა. ამასთან ქარიშხალი და რეკორდული ნალექებიც დაემატება. ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში ძლიერი ნალექები იქნება დაუჩვეულო გვალვების ზრდის ფონზე. მეცნიერების კვლევებისა და შედეგების პრეზენტაციის თანახმად, ისინი გვთავაზობენ, რომ ადამიანებმა დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა ამ გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად. ინდივიდუალური პროექტები, როგორიცაა მაგალითად ჰავაის პროექტი, გვთავაზობს. დამატებით ხეების ზარგვით შესაძლებელია შეჩერება ან შემცირება კლიმატის სწრაფი ცვლილებისა. ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მდინარეების და ნაკადების მინიმუმ მესამედი უფრო მარილიანი გახდება. თუ რაიმე ზომებს არ მიიღებენ, 2100 წლისთვის 50%-ით მოიმატებს მარილიანობა ვიდრე ახლა. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მარილის დაბინძურების ასეთი უკიდურესი დონე საფრთხეს უქმნის მტკნარი წყლის რესურსებს, ურბანულ ინფრასტრუქტურას და ბუნებრივ ეკოსისტემებს. უფრო მეტიც, ეს გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობის სექტორზე. გაორმაგდება მარილების რაოდენობა და შესაბამისად მორწყვის პროცესი 3-დან 6%-მდე შეიცვლება. არ არის გასაკვირი, რომ ამ ყველაფერში ადამიანები იქნებიან დამნაშავეები. ექსპერტებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ქმედებები, როგორებიცაა სასუქის გამოყენება, ანტიმარილიანობის ტოქსინების გამოყენება, მიწისწმენდა, წიაღისეულის, საწვავის მოპოვება და ასე შემდეგ ხელს უწყობს სტიქიურ უბედურებებს. ეს იყო ჩვენი 21 საუკუნის რეალობა. გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.